თეამშვიდობის მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდ სიყვარულით. Ჩვენ მომავალს არ უყურებია და წამოვხდი. როგორ ვარ მოგიყვეთ უცბად დაღლილი, ბედნიერი, ხან შეურაცხყოფილი, ხან უმადურობის შეგრძნების აღქმელი, მოკლედ ძალიან რთულია მომსახურების სფეროში ყოფნა ყველა მიცით, ვისაც გიმუშავიათ და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო. მოკლედ დავანებოთ ჩემს სამსახურს თავი, რომელსაც ახლა ვაწყობ და ზუსტად ვიცი, რომ 2025 უფრო წარმატებული მექნება. ყოველ დღე ვმუშაობდი, იყო წარუმატებელი დღეები, იყო ძალიან წარმატებული დღეები. დღეს არის ჩემი 2024 წლის ბოლო სამუშაო დღე, იმიტომ რომ ხვალ შეკვეთა აღარავიღე, უბრალოდ მარჯვენა ხელის ახსარი ღამე მაღვიძებს და მტკივა. მაგრამ მაინც კარგად ვარ. არ ვეპუები არაფერს. ნიკუშა მყავს ცუდად. სინუსიტი აქვს. იკეთებს ნემსებს. მოემზადები საოპერაციოდ, შევაკრავე უკვე ფული, რომ მოვაშორო თავის ცხვირის პოლიპები, როგორც ექიმმა გვითხრა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სინუსიტის არის ცხვირში პოლიპები, იმიტომ რომ პირიც უნდავს და ეტყობა გაუცივდა ეს თავი. სემესტრი დავხურეთ ნორმალურად, ძალიან საკმაოდ ბევრი ათიანით. რითიც გაოცებული ვარ, მაგრამ ნიკალა რისი ნიკალაა, რომ რაიმე არ ექნა და ისტორიაში აქვს ორიანისა და სამიან შორის. და პასუხი ესეთია, რა ვქნაო. ვერ ვსწავლობ. ხო და ჩავყევი. და გუშინ ვეკითხები. რა გინდა თქო? რა გიყიდო თქო? და ეგრევე ლინკს მიგდებს 5 საათია და მიგდებს მაღაზიის ლინკს, რომელიც კვირას არ მუშაობს და შაბათს იკეთება 7 საათზე. და უნდა კლავიატურა კომპიუტერის, რომელიც ფასდათმობაში იყო 50 ლარით ნაკლები ღირდა და ძალიან მინდაო. დაურეკე ჩემს მეგობარს, რომელიც დიდ დღეებში ცხოვრობს და ვთხოვე, რომ ფული თუ გაქვს უყიდე. და კლავიატურა უყიდე. ნიკასია. აფმოდოღებული ყავა არ მეყვარს, მაგრამ ძალიან მინდა და უნდა ავიღო. უნდა დავლიო. ვიცი და ვაწუხავთ ცუდად მეცინა. მე ერისთვის მოვედი. ერისთვის მოვედი, რომ თქვენ ბედნიერი წელი გისურვოთ, რომ ყველა ვიყოთ ჯანმრთელები, გალაღებულები, ბედნიერები. დღეს ჩემი და-ძმა მოფრინავს, ან ჩამოფრინდნენ უკვე 29-ში ღამე ჰქონდათ ფრენა და დილას ორივე დავათვალიერე და ვერცერთი ვერ ვიპოვე, ალბათ გზაში არიან და ძალიან მაბედნიერებს, იმიტომ რომ ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად ვექნებით. მე ხვალდილით უკვე თელავში მივდივარ, ალბათ ხვალაც მოვალ რამე საინტერესოს გადავიღებ. და ზეგ უკვე მამასთან ან შეიძლება ხვალვე ჩავიდე ჩემს სახლში და შევდგებით საახალწლო სამზადისს. ნიკოლოზას ვეჩხუბე იმ დღეს და ასე მითხრა, რომ შენც ახლა ნაძვისხეს არ მიდგამდეო და ძალიან შემწხვე, იმიტომ რომ ჩემი ორივე შვილი ისე გავზარდა, რომ არც ერთხელ ნაძვისხე არ დამიდგავს და როგორც სახლში ჩავალ, ჩემი მამაკოს სახლში პირველი რასაც გავაკეთებ, ნაძვისხეს დავდგამ. საჩუქარი მაქვს ნაძვისხესთან დასადე, ნაძვისხესაც დავდგამ.
თქვენ თხოვთ ხოლმე რომ რაიმე მონაკვეთიო გადაიღეო დალაგებისო და ერთ-ერთ რემონტი ასახში, სადაც დიასახლისი შერბოდა და გარბოდა მოვახერხე დასაწყისი და დასასრულის გადაღება და ჩაგისვავთ კადრებს. მე ხო ყავა უნდა დავლიო, პირი უნდა დავიბანო და წავიდე. კოცნით, გეფერებით, მეყვარხართ. მადლობა 2024 წლისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ამდენი გოგონა, ამდენი ქალბატონი ჩემს გვერდით იყავით, მამხნევებდით, მეფერებოდით, გვერდში მედექით, მადლობდით, პატიობდით შეცდომებს, მიმითითებდით შეცდომაზე, ბიზდებით, თქვენთან ერთად ვსწავლობ ბევრ რამეს, თქვენთან ერთად გავდივარ ჩემს ცხოვრებას. და რაღაცები ძალიან მიხარია. მიუხედავად იმის, რომ რაღაცები მაშინებს, რაღაცები ძალიან მიხარია. როგორც ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, ჩემ ცხოვრებაში ესეთი სიტუაცია ის სრული ქაოსია. და გემშვიდობებით მე აქ დავლევ ჩემს ყავას თამთას ნაჩუქარი ჭიქით, რომელიც ძალიან მიყვარს ჯერ კაფსულებამდე ვერ მივედი. რომც შევუკვეთო, რომ მოიტანო ვინ დახვდება, იმიტომ რომ 10 საათზე მოვდივარ ნაგვიანი, ვახერხებ ბანაობას, ჭამას და ძილს. ვიწუწუნა რა მგონი. თითქმის წუწუნის ხასიათზე. -12 კილო ვარად, ძალიან მობეწნიერებს და რომ გითხრათ, არ ვჭამთ ქომოგატყუებთ, ძვლები ამომივიდა, ხალხურა ბედნიერება ძვალი არ მესინჯებოდა. ეს სვიტერი, რომელიც ღამის პიჟამაა, ხო გახსოვთ სადღაც? აი აქ სადღაც ყველა ჩალაღლაღებული ვარ, აი ამ სქელ ადიოლაშიც კი ჩანვარ, რომ ძალიან კარგ ტანზე ვარ. რაც გარდა იმის, რომ ჩემი შრომა წინ მიიწევს და ჩემი კომპანია ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ისწავლო, ყველაფერს თავი უნდა გაართვა, უნდა მიხვდე ვისთან შეხვიდე, ვისთან გამოხვიდე, ვინ ძალიან ბევრი რამე არის ასწავლი. და ადაპტაცია 2024 წელს გავიარე, გარდა იმის, რომ წინ უფრო დარტყმაზე მივიწევ, ტანიც დავიყენე. ხოლო ამას თუ ვინმე დაინახავს, ამის გაკეთების დროც არ არის, რასტორი წელმა შემიჯამა შილაკი, აქეთა ხელზე კარგად არის. მომიწევს რომ დავიგრძელო, იმიტომ რომ ძალიან მიფუჭდება ხელები, განსაკუთრებით მარჯვენა ხელი, რომელიც სულხმარებაშია. ყველა შრომელი ემიგრანტს, რომელიც ჩემსავით მუშაობს ფიზიკურად და აკეთებს ამ ყველაფერს, არ აქვს მნიშვნელობა კომპანია გაქვს, უფროსი ხარ, უმცროსი ხარ, ამ სფეროში ვინც მოღვაწეობს, ყველას გაგიგეთ, ყველას გზა გავიარე და ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან რთულია. რთული შესასრულებელია და რთული მისაწოდებელია, შენი შრომა თითქოს არ ჩანს მერე. ძალიან ბევრი მომაწყენინა, ძალიან ბევრი მომეფერა ამ ერთი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრგან კარგი შედეგი დავდეთ, ძალიან ბევრგან გაგვიჭირდა. მოკლედ, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღეთ, ჩვეულებრივ, მაგრამ ადამიანებო, ვინც ამას აკეთებთ, დიდი პატივისცემა ჩემგან, იმიტომ რომ ეს არის ისეთი დამღლელი სამუშაო, რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ ამდენი, მე გადავაბი, ძალიან გადავაბი და ფაქტიურად ფეხზე ვეღარ ვდგავარ. მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არ მყავს დირექტორი. არავინ, მაგრამ ის, რომ პასუხისმგებლობა მაქვს, ეგ უფრო მეტი დირექტორია, მაგრამ მაინც სატესტოდ გადავაბი და სრული დატვირთვით ვიმუშავე. იმისთვის, რომ გამეგო რა შემიძლია და რა არა.
რისი გაკეთებაა შესაძლებელი, ხელმეწიფება და რისი არა. ძალიან რთულია ეს გზა. ემიგრანტებო საქართველოში მაცხოვრებელ დიასახლისებო დამლაგებელი მოვიდა. ხო, მე დამლაგებელი ვარ და რცხვენია, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. კოცი ფერბით და ჩაგისვათ რას აკეთებს აურა. აი, ასეთი მდგომარეობა. ეხლა უცბად აურა თავის აურას დაატრიალებს თამარასთან ერთად და იქნება ყველაფერი ხუთიანზე. ის არის ფანჯრების შედეგი და ეს გამოწმენდა ჭირდება ორთქლის აპარატით. ასეთი დონიდან დონემდე. Секо. Акაც იგივე. აი ასეთი საღებავებიანი იატაკით. ესეც მისულები ვართ. ბოლოში დარჩა. ასე ჩვენი ენერგიებით გასვლა.